თუ არ გვაქვს ჩვენ იმის საშუალება რომ მოვაწყოთ დამიწება და გქონდეს სახში დამიწების კონტური შესაძლოა ჩვენ გამოვიყენოთ დიფერენციალური ამომრთველი, თუმცა უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ დიფერენციალური ამომრთველი იმ შემთხვევაში გზნობს ელექტროენერგიის გაჟონვას, როდესაც ადამიანი შეეხება ან წყალს, ან იმ ელექტრომოწყობილობას, რომელზეც მოხდა ელექტროენერგიის გაჟონვა. რა პრინციპით მუშაობს ის? პრინციპი არის მარტივი გადაწყვეტა, როდესაც გამომავალი დიფერენციალური და ფაზური და ნეიტრალური მიედინება სოქედისკენ, სოქედის გავლით კი პირობითად სარეცხი მანქანისკენ, თუ დიფერენციალური იგრძნობს, მიხვდება რომ ნეიტრალური დენი, ფაზური დენი ნეიტრალურს არ მოაქვს უკან და მოხდა მისი გაჟონვა. გაჟონვა კი იმ შემთხვევაში არის მისთვის აღქმადი, როდესაც ადამიანი შეეხება მას, ან რაღაც დონეზე მოხდება სხვაგან გადინება ან მოხდის. თუ ადამიანი შეეხება მას, წამიერად იგრძნობს ადამიანი, მაგრამ გაითიშება ქსელი და დაცული იქნება მოხდის ზემოქმედებისგან. თუმცა შესაძლებელი არის ამ მომენტში, ამ წამიერ მომენტში ელექტრომოწყობილობის სქემა გაფუჭდეს. ამიტომ ჩვენ ინჟინერები გვთავაზობენ ესეთ რაღაცას, დიფერენციალურს და დამიწების ერთობლივ ინსტალაციას. ამ შემთხვევაში ხდება ზუსტად ელექტროინჟინერების გენიალური გადაწყვეტა, რაც პრაქტიკულ ასპექტში გამოიხატება შემდეგში, რომ ადამიანის შეხების მაგივრად უკვე დამიწებული ელექტროკორპუსი აძლევს იმის საშუალებას დიფერენციალურს ქსელი გათიშოს, რადგან კორპუსზე გადასვლისთანავე დამიწებამ თავისკენ წაიღო ფაზური დენის მუხტი, რაც უკვე ატყობინებს დიფერენციალურ ამომრთველს, რომ მისი გამოშვებული ელექტროენერგია არა მას დაუბრუნდა ნეიტრალის მეშვეობით, ანუ წრედი არ შეიქმნა, არამედ გავიდა სხვაგან და ამ შემთხვევაში ზუსტად იქ არის ჩადებული ეს პრინციპი, რომ როდესაც გაედინება ეს ელექტროენერგია, გათიშოს. სწორედ ამ დროს გაითიშება ეს ქსელი და იქნება მთლიანობაში ადამიანიც დაცული და ის ძირადღირებული ელექტრომოწყობილობაზე. შესაძლოა აგვარებდეს ხანძარს, ტექნიკის გაფუჭებას და ასე შემდეგ. ზუსტად ეს არის დიფერენციალური ამომრთველისა და დამიწების ერთობლივი მუშაობის გენიალური გადაწყვეტა.